იცოდი, რომ მულტივიტამინები მამაკაცებისა და ქალებისთვის განსხვავდება. პირველი განსხვავება არის რკინა. ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვიურად ხდება რკინის დანაკარგი, აქ იგულისხმება მენსტრუალური ციკლი, ის ენერგიისა და სისხლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. კაცებისთვის აკრძალულია რკინის მაღალი დოზების მიღება. მამაკაცის ორგანიზმი რკინას მარტივად აგროვებს, ჭარბი რკინა კი გულის და ღვიძლის დაავადებების რისკს ზრდის. კალციუმი და D ვიტამინი ქალებს ეს კომბინაცია ბევრად მეტი სჭირდებათ, რადგან მათ ასაკთან ერთად ოსტეოპოროზის, აქ იგულისხმება ძვლების სისუსტე, განვითარების რისკი უფრო მაღალი აქვთ ვიდრე მამაკაცებს. ფოლიუმის მჟავა, ანუ ფოლატი, ეს ელემენტი ხშირად ქალის ვიტამინებში მეტია, ანუ დამატებულია. ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის და ორსულობის ადრეულ ეტაპზე ნაყოფის ნერვული სისტემის სწორად ჩამოყალიბებისთვის. მეოთხე არის თუთია. მამაკაცების ვიტამინებში აქცენტი ხშირად კეთდება თუთიაზე, ანუ ცინკზე და მაგნიუმზე. თუთია ხელს უწყობს ტესტესტერონის დონის შენარჩუნებას, კუნთის აღდგენას და პროსტატის ჯანმრთელობას.